ამინ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ერთმა დააglოცოთ, გააკურთხოთ და გაგაძლიეროთ. გილოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე არის ზუსტადაც მომასწავლებელი, როგორც ლოცვებში გვესმინა დღევანდელ დღის ტროპარში, რომ დღე არის აღდგომის მომასწავლებელი. აი მომავალი დიდი დღესასწაულის მომასწავლებელი დღე. ამ მოვლენით და ამ აღსრულებული უდიდესი სასწაულით, რომელიც მართა ლაზარეს ზედა აღსრულდა, ამით იესო ქრისტემ აჩვენა თავისი ღვთაებრივი ბუნება და აჩვენა ის, რომ ის არის ყოველივე შემოქმედი. რომ ყოველივე მისი ხელით შეიქმნა. და როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ არ არსო შექმნილი, რაც მისი ხელიდან და მისით არ არისო შექმნილი. ნახეთ, როდესაც 4 დღის მიცვალებული, რომელიც ესე დავარქვათ, რომ უკვე მიწათ იყო ქცეული, ანუ მაცხოვრის ამქვეყნიურ მოღვაწეობაში ხდება 3 მიცვალებულთა აღდგინება. იარიოსის ქალიშვილისა, ნაინელი ქვრივისა და ლაზარესი. ეს ყოველივე მოხდა, როდესაც ისინი მიყავდათ საფლავში, მოგეხსენებათ, დღის ბოლოს კრძალავდნენ, მოგეხსენებათ, იყო დიდი სიცხეები იმ პერიოდში და მიცვალებულს ვერ გააჩერებდნენ. ჩაატარებდნენ საჭირო პროცედურას და იმ დღესვე კრძალავდნენ. და იმ დღესვე გარდაცვლილნი გააცოცხლა მაცხოვარმა, როდესაც მისი სხეული არ იყო დაშლას მიცემული. ხოლო ლაზარის აღდგინების დროს მისი სხეული იყო სრულიად, ისე რომ ვთქვათ, დაშლილი და მიცემული ხრწნას. და ამით გვაჩვენა ღმერთმა, რომ შეუძლებელი ღვთისათვის არაფერია. როგორც რა ქმნის ღმერთი არაფრობიდან ადამიანს, ესე რომ ვთქვათ, და სამყაროს, ასევე შეუძლებელი რახამ არ არის უკვე მიქცეული, გაღწნილი, დაშლილი ადამიანის აღდგინება შეუძლია და ამით ანახებს კიდე მოციქულებს, რომ აი როდესაც ის საფლავ დაიდება და ხშირად უხსენებს, რომ მესამე დღეს უნდა აღდგეს, მაგრამ რატომღაც ამას მოციქულები ვერ იჯერებენ, ვერ იმარხავენ თავის გულში, რაღაც ეჭვია ვერ იგებენ. რა არის ეს მომენტს შეგახსენებთ, ხო სახარებიდან, რომ ამბობს მაცხოვარი, რომ ის მიეცემა მწიგნობრებს, ფარისევლებს, მოხუცებულებს დაასჯიან, მოკვდება და მესამის დღეს აღდგება. საერთოდ ვერ ხვდებიან რა არის მესამე დღეს აღდგომა. და ამით ანახა მაცხოვარმა, რომ აი აღადგენს რა ლაზარეს, თავის აღდგინებაც არ გაუჭირდება და ამხნევებს მომავალი განსაცდელების ჟამს, რომ მათთან მყოფი არის ზეღმერთი, მათთან მყოფი არის განკაცებული ღმერთი, ხორცში მოსული ზეღმერთი. და ამით გულისხმა უნდა იყოთ მოციქულებს და ამიტომ არის დღევანდელი დღესასწაული, რომ აღდგომის მომასწავლებელი დღე არის ეს დღე. ასევე რა უნდა გავითავისოთ, რა უნდა დავიმახსოვროთ. აი გადის მარხვა, ხო? უკვე 40 დღე გავიდა დიდი მარხვისა და დარჩა ბოლო კვირეული. ანუ ამ მარხვამ ჩვენ რა შეგვძინა? რა მოვიპოვეთ, რაზე ვთქვით უარი? თითოეული მარხვა ხომ ამისთვის არის და არა იმიტომ, რომ ტრადიციისამებრ ვიმარხვოთ, ან რაიმე მარტო საჭმელი მოვიკლოთ და ეს არის მარხვა. არა და არა. მარხვა არ არის მარტო საკვების მოკლება. მარხვამ უნდა გვასწავლოს თითოეულ ჩვენგანს ცუდი თვისებების, ანუ ცოდვების, სისუსტეების მოკლება. აი მახსენდება, როდესაც მარხვის პირველი კვირა იყო იმ პერიოდში, საწინასწარმეტყველო იკითხებოდა ესაიასი, ღმერთი ეუბნება ესაიას და ესაია გაახმაურებს ერში. ესეთი წინასწარმეტყველებაა, რომ ანუ აღარ უნდა ღმერთს ხალხის შესაწირი. ანუ აღარ უნდა ღმერთს ეს დაკლოვი, საკლავი, ანუ რაც მომასწავლებელი იყო საბოლოოდ მაცხოვრისა, რომელიც შემდგომ უკვე ერთხელ დაიკლებოდა და სხვებს მოგცემდა თავის იზდა და ხორცს, ხომ გამოგვისყიდდა. აღარ უნდა ღმერთს ესენი. აღარ მინდა თქვენი სხვეპლი შემოწირო, აღარ მინდა თქვენი მარხვებიო. ხაზგასმით არის. აღარ უნდა ღმერთს ეს ყოველივე. რატო? იმიტომ რომ ეს ადამიანები გარეგნულად ასრულებდნენ ამ ყოველივეს. და ეს აღარ უნდა ღმერთს.
და მერე შემდგომ უკვე რაც გააჟღერებს ესაია რომ დაუტევონ ბოროტება, რომ შეუდგენ კეთილ საქმეს და მოყვება რომ იმათ ქვრივობლებს ეხმარებოდნენ, გამოესარჩლონ ჩაგრულებს და ასე შემდეგ, ანუ სიკეთი აკეთონ, სიყვარული გამოამჟღავნონ. აი ეს იქნებოდა ღვთისათვის შესაწირი მსხვერპლი, როგორც გარეგნული საქმეებით, ანუ რასაც ნიშნავდა ეს ლიტურგიკული მსახურება მსხვერპლის წირვისა, ასევე შესაწირი იქნებოდა მათი გულები ყოველგვარი ბოროტისაგან იქნებოდა განშორებული და სიკეთეს მოიხვეჭდნენ. და აი დღევანდელ დღეს ჩვენ საერთოდ გავართ, მარხულობთ და ეგებ ღმერთს ჩვენი ეს მსხვერპლი არ სიამოვნებს. რატომ? იმიტომ იქნებ გულში ხინჯები, სიბოროტე, ძულვარება და ასე შემდეგ მრავალი სიბინძურია და ურჩევნია ღმერთს ეს ყოველივე განვაგდოთ, ვიდრე თავშეკავებით ვიყოს საკვებისაგან. ერთ-ერთი დახმარება არის ჩვენი სხეულისათვის და სულისთვის საკვებისაგან თავშეკავება, მაგრამ თავარი, რატომაც ვიკავებთ თავს, ის გვავიწყდება, რომ გულიდან ამოვიძირკოთ ბოროტება, ცოდვებზე ვთქვა თუ არის, შევინანოთ, გავხდეთ უფრო ხშირი მაზიარებელნი და იმ ადამიანებივით არ მოგვივიდეს, ვინც თავის დროზე მაცხოვარს უგალობდნენ ოსანა მაღალთაშინა კურთხეულარს მისი მეუფება და შემდგომ რამდენიმე დღეში სიტყვებს ამბობდნენ ჯვარსაცუეკ. ანუ ეს არ უნდა მოგვივიდეს ჩვენ, რომ დღეს ვიყოთ ჩართულნი ღვთისმსახურებაში და გავიდეს დრო და სრულიად დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანის სახელს ვატარებთ. ერთ-ერთი მამა ამბობს, რომ ყოველ დღეო ღმერთს მივმართავთ მამათიო, მაგრამ ხანდახან ისე ვიქცევით, რომ როგორცო ობლები იქცევიანო, ანუ ობლებივით ვიქცევით, თითქოს მამა საერთოდ არ აქვს. ანუ მამა უჩვენო ხო ამბობთ ლოცვაში, მივმართავთ როგორც მამათი, მაგრამ ჩვენი ცხოვრებაო საერთოდ არ ესადაგება ამასო, თითქოს მამა საერთოდ არ ყავდესო. ანუ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი საერთოდ დავიწყებული ყავს და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მარხვის ბოლო კვირა შეძლებს დავარათ ეს პერიოდიც ყურადღებით და ზუსტადაც რაც მნიშვნელოვანია და რაც მნიშვნელოვანი საკეთებელია, აი ეს უნდა გავაკეთოთ, რომ მართლაც ნაყოფი მოიტანოს ჩვენმა მარხვამ და უბრალოდ მარხვა არ დარჩეს, რომ რაღაც წელიწადის რაღაც კონკრეტულ დროს ვიმარხე საკვებისაგან და მორჩა. ჩემი გაზდა არ მოხდა. არადა თითოეულ მარხვას რაღაც ჩვენ მცირე უძლურებებს უნდა ვწირავდეთ ხოლმე. სისუსტეებს, ცოდვებს. რომ თითოეულ მარხვა უნდა დაუწეს, რომ მოდი აი ამას აღარ გავაკეთე, მოდი ამას აღარ ვიზა, მოდი ამას მოვერევი და ვიბრძოლო ჩემ უძლურებებთან. არა ვებრძოლო სადღაც სუფრაზე რომ მოხვდები რაღაც არ ვჭამო, არამედ ვებრძოლო ჩემს უძლურებებს. და აი ამ ყველაფერს რომ გავაკეთებთ, აი მართლაც უფლის სიტყვები იქნება ჩვენზე, როგორც ლაზარეზე ამბობს და სახარებაში ხაზგასმით არის, რომ უყვარდა მას ლაზარე. თითოეული ჩვენგანი სამწყალობისთვის ავართ და სამ სიყვარულისთვის ავართ. ამ სიყვარულმა გამოგვისყიდა. ამ სიყვარულმა მოგცა 64, ამ სიყვარულმა გვაქცია ადამიანებად, რომელ ადამიანებსაც სახე ქონდა დაკარგული ადამიანობისა და პირუტყუზე უარესად ცხოვრობდით. კაცობრიობა. და ამ სიყვარულმა გააკეთა ის, რომ მოვიდა და ამ სიყვარულმა გააკეთა, რომ ჯვარზე ავიდა, ჯოჯოხეთში ჩავიდა და თითოეული ამ სიყვარულისთვის ავართ, რომ უყვარდა ლაზარე, უყვარვართ ჩვენ, მაგრამ ჩვენ როგორ ვიქცევით? რომ ამას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება, რომ მართლაც ნამდვილი ძენი ვიყოთ, ნამდვილი მეგობარნი ვიყოთ ღვთისა და ამ მეგობრობით, ამ სიყვარულით პირველ რიგში უფალს მოულბოთ გული ჩვენი უძლურებებიდან გამომდინარე, რომ ვართ მისი მეგობარნი, მისი სიყვარულის ღირსნი ვართ ჩვენი ცხოვრებით. ჩვენი ცხოვრებით უნდა დავამტკიცოთ ეს, თორე სიტყვით როგორ ხშირად გვითქვამს, აი ღმერთი მიყვარს და არაფერი არ გვიყვარს. ნეტა გვიყვარდეს ღმერთი, დღე-დაღამე მასზე ვიფიქრებთ. თუ ყოფილა ადამიანი შეყვარებული, მას აქ ფიქრობთ, რომ დღე-დაღამე თავის სიყვარულის საგანზე ფიქრობს. რაღაცა უყვარს, იმაზე ფიქრობს. ჩვენ რო ღმერთი გვიყვარდეს, ღმერთზე ვიფიქრებთ. უფალი შეგვეციოს, გაგვაძლიეროს, გვაკურთხოს და აი ლაზარე როდესაც აღადგინა უფალმა, ლაზარე შემდგომ უკვე ამ დევნას განერიდება და კვიპროსზე იქნება ხელდასხმული უკვე ეპისკოპოსად და გადმოცემა არსებობს, რომ მთელი ცხოვრება ახსოვდა
ის ხვედრი რაც თავის დროზე მასზე აღსრულდა, ლაზარის სული გაეყარა სხეულს, სული საწავითა. ცხონდა? ღმერთს უყვარდა. ცხონდა მისი სული არა, ადამიანი გამოუხსენ მდგომარეობაში იყო, ჯოჯოხეთში წავიდა და მთელი ცხოვრება ახსენდებოდა ის ჯოჯოხეთის მდგომარეობა. არსებობს გადამცა ის სუნი, ის გემო რაც იქ ტრიალებდა, ყველაფერი მთელი ცხოვრება გაჰყვა. და აი ესე დიდ უღაწლით გაატარა ცხოვრება და უკვე შემდგომ საბოლოოდ გარდაიცვალა, შეისვენა და რა თქმა უნდა წმინდათა დას შეერაცხა, მაგრამ ხსოვნა იმ ხვედრისა, სადაც არა მართალ ადამიანებს ელის. ეს თითოეულ ჩვენგანისთვისაც ესე რომ ვთქვათ სასწავლო არის, რომ ისე არ ვიცხოვროთ, რომ ღმერთის განშორებულ ადგილას მოხვდე და მართლაც რომ ღმერთის განშორებული მდგომარეობა არის ტანჯვისა და უბედურების ადგილი. მარტო იმას რო წარმოიდგენს ადამიანი, რომ ღმერთისგან შორს მოშორებით ახარ. ეს არის ტანჯვა უკვე. სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ. ღმერთისგან, რომელმაც მოგცა სიყვარული, მოგცა გამოგიწოდა ხელი, რომელმაც ძმად გიწოდა, რომელიც მამა შვილად გიწოდა და ჩვენ კიდე ზურგს რო ვაქცევთ. აი მარტო ეს ატკენს ადამიანს გულს. რა საკეთებდა ღმერთი ჩემთვის და მე როგორ ვერ მოვიქეცი ისე, რომელიც ნამდვილ ძეს შეფერის და ერთი შეგვეციოს, რომ ვიყოთ მართლა ღვთის ზენი, ღვთის მეგობარნი ჩვენი ცხოვრებით, რაც ყველაზე მთავარია და ღმერთმა მოგცეს სინანული და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ გამოვასწოროთ ჩვენი სისუსტეები, რომ მართლა დღესასწაულს რაღაცით დამარცხებულები შევხვდეთ, რომ რაღაცა დავამარცხეთ ჩვენში. აი ეს იქნება ნამდვილი ნაყოფი სინანულისა და მარხვისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი.